გამარჯობა, კვირის სიახლეების რომ მოვიდა მეგობრებო. და მინდა წარმოგიგნოთ ძალიან კარგი დანები, რაღაცა უცხებ ჩამოვიდა, რამოდენიმე მოდელი დღეს რო არ ველოდით და ძალიან გახარებული ვარ, გაგიზიარებთ ახლა. დავიწყოთ, მოდი, მაგარ გავაჭიანუროთ, პირველი გახლავთ ყველასათვის მოყვარული კლასიკური სტილეტო, ფრენკ ბელტრამის, აი ესეთი ლამაზი შეათვალიერეთ. 11 ინჩიანი, აი ესეთი ლამაზი შეფერილობის სტარით. აი ეს თითბერის ჯანართები, როგორც ჩვევია ორიგინალ დასაკეც იტალიურ სტილეტოს, ამითი გაირჩევა რა საერთოდ ბელტრამის დანები, უნდა გქონდეს აუცილებლად ეს თითბერის ქვია მოსაკლოპებს ქართულად არ მახსოვს და აი ესეთი ლაინერები. ძალიან ლამაზი, საინტერესო, წვრილი კლასიკური სტილეტო მეგობრებო. შემდეგიდან ასევე ავტომატური გახსნის მექანიზმით არის ეს უკვე პროტეკია. პროტეკის რანტი. ოღონდ განსხვავებული რანტი ეს არა, ეს სტანდარტული რანტი, კასტამია, აი ესეთი მაგარი მეტალის არის ეს ტარი, არ არის ტიტანი, ამის ხარჯი მძიმეა და სხვა შორის მიუხედავად იმისა, რომ დანა პატარაა და მძიმე ცოტა შეუსაბამო უნდა იყოს, ხელში ძალიან სასიამოვნოა და ძალიან კარგი ტიპია. ფოლადი მაგნაკათი გვაქვს შავი დაფარვით, აი ესეთი მაგარი დიფქერი საკიდი და ნუ გახსნის მექანიზმი პროტექციის როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი საუკეთესო აქვს საერთოდ ზოგადად გვერდით ავტომატურ დანებში. შემდეგი მოდელი გახლავთ აი ეს VAT დააკვირდით. PLXF ქვია მოდელს, Pivot Lock ქვია ჩამგედ სისტემას, იგივე button lock-ია, ოღონდ ნახეთ, თავარ ვინზე ხდება რა დაწოლა. აი ამაზე. და ძალიან კარგი მექანიზმით გამოირჩევა ეს დანა, ძალიან ლამაზი ესეთი ყავისფერი ჯიათის ტარი, საშუალო ზომის დასაკეცი დანა, ნიტროვი ფოლადით არის აღჭურვილი. კარგი ედისია, გავსი სტილის მოყვარულთათვის ყოველ შემთხვევაში. ჩემთვის ცოტა პირადად რო გითხრათ, ამ ზომისთვის ცოტა ბუთქუნა და ცოტა მძიმეცაა, მაგრამ პრაქტიკული ნამდვილად არის და თუ ვინმეს გემოვნებაში ჩაჯდება, დანის ხარისხი ნუ უკმაყოფილოს არ დატოვებს. ახლა უკვე გადავიდეთ შედარებით უფრო მაღალ დონეზე. ჩებურკოვის აი ეს მაგარი სამი ბულდოგი ჩამოგვივიდა, დავიწყოთ პირველი მათგანით. აი ესეთი მაგარი ტიტანის სტარი, სულ ერთ ფერში შესრულებული და ZDI დამასკოს ფოლადი. მართლა ბულდოგია. მაგარი ბულდოგია, ადრეც გქონდა ჩვენ ესეთი ბულდოგები, მაგრამ ცოტა განსხვავებული ბულდოგები ჩამოგვივიდა, ამასაც გაგიზიარებთ, აგერ ძალიან მხრიდან ესეთი მაგარი კარბონი გვაქვს, მეორე მხარეს ისევ ტიტანი და ZDI დამასკოს ფოლადი. ნაჩი ამ შორის რომელია უკეთესი, უკვე გემოვნების საკითხია. მე პირადად ორივე ძალიან მომწონს, ეს კარბონის ხარჯი ცოტა უფრო მსუბუქია. და კიდე უფრო მაღალი კლასის უკვე სემიკასტამი აი ესეთი ბულდოგი, ნახეთ რა მაგარი დააკვირდით, როგორი ანოდირება აქვს გაკეთებული, წინ კარბონის ჯანართი ქონდა, აქედან მთლიანად ტიტანი, პირის დაფარვა ნახეთ რა. საოცარია. ელმაქსი გვაქვს აქ ფოლადი მეგობრებო. ძალიან მაგარი, მაღალი დონის დასაკეცი დანა. ისევ ჩებურკოვით ვაგრძელებთ მეგობრებო, ეს უკვე კობრაა. ნახეთ რა ბიჭია. ასხეპილი დახვეწილი. ძალიან ლამაზი, აი ტიტანი ნახეთ რა ფერია. აი ნახეთ აქაც ტიტანი გვაქვს, მაგრამ დაფერვებში დიდი სხვაობამოს არ ვაკინებ, ამ ტიტანს თავისი ხიბლი აქვს ესე ვთქვათ, მაგრამ ეს რა ვიცი, ჩემ გემოვნებაში კიდე უფრო მეტად ჯდება. აი ეს გადასვლები, ნახეთ, ცოტა განიერი პირია და ბოლოს აი გთხილდება და ნუ ნაფიქრია ძალიან ბევრი დიზაინზე და ნუ ხარისხზე უკვე მოგეხსენებათ რაც არის ჩებურკოვის ხარისხი. ნახეთ ZDI დამასკო გვაქვს ფოლადი. გადავიდეთ მოდი შემდეგ დანაზე, ეს უკვე გახლავთ Ferrum Forge Stingeri. ტიტანის ტარით, ნიტროვი ფოლადი, დიფქერი საკიდით, მაგარი ედისია, button lock-ის სისტემა, ძალიან რბილი მექანიზმი მეგობრებო, დააკვირდით. საინტერესო დიზაინი აქვს ეს პირზე ღარი და სადა ტარი. და გვაქვს მეორე სტინგერიც, აქ უკვე ხვეთ კარბონის ჯანართვით, ძალიან ლამაზი კარბონია შავ წითელ ფერებში შესრულებული, ეს თვითონ button lock-ი კნოპკაც შავი ფერისაა და კარგად ის ძალიან დიზაინში. აქაც ნიტროვი ფოლადი. ძალიან კარგი ქალაქის დანებია ვიტყოდი. ეს კი გახლავთ უკვე ჯეიკობების აი ესეთი მაგარი დასაკეცი დანა, დააკვირდით როგორი დიზაინი აქვს. აი ესეთი წვრილი რაღაცა ნიმსივით პირი, მაგარი შავ ფერში დაფარული ტიტანის ტარი, One-Semi ქვია მოდელ, CPM 20 გვაქვს ფოლადი. ობეკი ჩამოდის ძალიან მაგარი შეფუთვით, აგერ ბარემ ამასაც
გაგიზიარებთ, ესეთ მაგარ ხის ყუთშიდევს, სასაჩუქრედაც კარგია და საკოლექციოდაც კარგია, მიყვარს ზოგადად მოწესრიგებულად რო ჩამოდის დანები, აი ესეთი ფრონტ ფლიპითაც ძალიან კარგად იხსნება ეს დანა. და ხელში ძალიან კარგად ის ბოლოს ის გაწრულება და წინეს ფართო ტარი განაპირობებს რომ ხელში ზის მყარად და საიმედოდ. ეხლა უკვე გადავიდეთ მეგობრებო ფიქსირებულ დანებზე, ორი ფიქსედით ჩამოგვივიდა დღეს Lion სტილის, მოგხსენებათ იტალიური ბრენდია, ესეთი მაგარი ქარქაშიც, handmade in Italy აწერია. ეს არის M5 მოდელი. მაგარი დანა, ჰანთერია, ესეც სანადირო დანაა, მაგრამ ცოტა უფრო აგრესიული პირი აქვს, ისეთი აგრესიული წვეტი, ფოლადი გვაქვს ლეიპნერი, ტარიკი ზეთის ხილის ხე, ხელში ზის შესანიშნავად და ნუ დამუშავება თვითონ აი ამ ხესაც და ფოლადსაც აქვს ძალიან მაღალი ხარისხის და ესეთი მყარი, საიმედო, ლამაზი, სანადირო დანა, ფიქსირებული დანა. საერთო ჯამში ძალიან კარგი ტიპია. და იგივე Lion სტილის ფიქსედი გვაქვს მეორეც, M3, აქაც მაგარი იტალიელების მიერ დამუშავებული ესეთი მაგარი ტყავის ქარქაში და ესეთი აკვირდით Santos Wood-ი გვაქვს ტარი და ხტრალამაზი ტექსტურა აქვს. როგორი ფერებიც ისეა რაღაცა მაშინ უნდა გაგიმართოს როგორი ტარით შეხვდება ეს და ეს ფერები ამ მოდელზე ძალიან კარგად ზის. ეს ცოტა დამუქებები ძალიან უხდება, ესეთი განიერი და 5 მმ-იანი ნიელოქს ფოლადი გვაქვს. მაგარი სამუშაო დანა, ეს ფოლადი გათვლილია უფრო აი ესე გვერდით დატვირთვებზე უძლებს ყველანაირ დატვირთვას, მოკლედ არ არის იმის საფრთხე ან დაგივარდეს ქვაზე და რაღაცა გატყდეს და მსგავსი პრობლემები თავიდან აცილებული იქნება. გათვლილია უკიდურესად მძიმე დატვირთვებზე. ესე ჩვენი ფიქსედი მეგობრებო, რა ვიცი, მე მგონი კარგი დანები თუ არ წარმოდგენილი, ამჯერადაც მომავალშიც მაგარ სიახლეებს გვირდებით. მადლობა რომ გვადევნებთ თვალყურს, გამოიწერეთ ჩვენი არხი და გველაიქეთ და რავი, სიახლეები ჩვენზე იყოს დროებით.